დაწესებულების მტკიცების მიუხედავად 75 წლის ქალის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაციის დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა პენსიონერ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შემდეგაც საჭირო გახდა ქალის კლინიკაში გადაყვანა. არსებული ინფორმაციით ამ წუთებში დაჭრილი ქალის ოჯახის წევრები სწორედ კლინიკასთან იმყოფებიან იმ მოთხოვნით, რომ ჩაუტარდეს ქალს ექსპერტიზა, რადგან ამტკიცებენ, რომ დაზიანებები სწორედ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად აქვს მიღებული. რამდენიმე საათის წინ კლინიკამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ბლაგვის საგრით არის მიყენებული დაზიანებები, ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღის მიერ მიყენებული დაზიანებები, თუმცა საპირისპიროს ამბობენ პენსიონერის შვილები კამერებთან, ისინი ამბობენ, რომ სპეცოპერაციის დროს ძალა გამოიყენეს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა იმისათვის, რომ საცხოვრებელ სახლში შეჭრილიყო. ისინი ამტკიცებენ, რომ არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისთვის, თუმცა მაინც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ძალადობრივი ქმედებებით შესულიყვნენ საცხოვრებელ სახლში. ეს არის ვერსია, რაზეც საუბრობენ პენსიონერი ქალის ოჯახის წევრები. დაკავებულია პენსიონერის შვილი, სწორედ მისი შვილის აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სავარაუდოდ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა პენსიონერ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ეს რა თქმა უნდა არის არაოფიციალური ინფორმაცია, ჩვენ ველოდებით დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ განცხადებას, თუ რა მოხდა ხელვაჩაურში სპეცოპერაციის დროს, თუმცა ამ დროის განმავლობაში გელაგელაძის უწყების თანამშრომლები არაფერს ამბობენ იმ ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე, რომელიც აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავინახე დედამ თილი ძირში ეკდო. არავის ყურადღებას არ აქცევდა. მე გადავიყვანეთ საავადმყოფოში 1 საათის შემდეგ მათანს და მეუბნება ისტორია ჩახურულიაო, არაფერი აღარ ჭირსო. ხოდა შეგიძლიათ წაიყვანოთ, როგორ არ ჭირს. მე ვთხარი სასტრაფოში მოვედი, მეთქი ქალმა მისი პირით მითხრა, დედი დაჭრილი ვარ, ყურადღება მომაქციეთო. არც სასტრაფოში არავინ არ გაიყოლეს, თავისით წაიყვანეს, ყველაფერი თავისით გააკეთეს. ძირში გოლა იყო, სისხლის იქაც არ შეგვიშვეს არავინ საერთოდ, არც ჭხრეკის ორდერის არ დაგვანახეს, არაფერი საერთოდ. დედაჩემი სისხლს ნამდვილად ასე არ დავტოვებ, რომ სისხლი დაიყვარა და ის ადამიანი პასუხისგებაში არ მიეცეს და იმან პასუხი არ აგოს, აი ამ სისხლის გამო, რაც დედაჩემი სისხლი არის ნაქცევია. მოხდა გასროლა, რომელიც მომხდა მეფეხში და დავიჭერიო. დედაჩემმა და ჩემი ძმა არის დაჭერილი, გადაყვანილი, მაგრამ სად არის გადაყვანილი არ ვიცით ეგ. შედეგად გასროლის შედეგად მაქვს დაზიანება მიღებული, ადვოკატს გაესაუბრა, ადვოკატს გადაუცხრა პირდაპირ. ფეხში მესროლეს. ფეხში მესროლეს. მითხრეს რომ გაჩერდით, თორე გესვრითო. დედაჩემმაც უთხრა, ქალბატონი ვარ, რას ვაშავებ რომ მესროლოთო. გაჩერდით, თორე გესვრითო. დედაჩემი მესროლეთ, როგორ უნდა მესროლოთო და ამათვეც მოხდა გასროლა. მოვედი პოლიციად გახსნა, რომ შევიხედე, დედაჩემი იყო ძალიან ცუდად. და მეთქი შემიშვიდა, ვერ შეგიშვებო და მეთქი უყურეთ რა, ქართველები ხარ, ცუდად ხდება. ვერ შეგიშვებ და თუ მისახედიაო, მოვლიან და მიხედავენ და სკორის წარმომადგენლებიც იჯდნენ სკოლში და რომ უკვე დედაჩემმა წაიქცა და ჩავარდა ძირში. და რომ გავბოდი შიგნით, რომ მეთქი დამიჭერთ თუ რას იზამთ რა, შევალ მეთქი და პოლიცია მომკაჭა ხელი გამომიყვანა, სკორმა შევიდა და რომ გამეიყვანეს დედაჩემი, დევინახე ფეხი შეხვეული. რა ხდება დედამეთი და მესროლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არაფერს ამბობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები არიან ძმები წულუკიძეები, რომლებსაც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ხელბორკილები გამთენიისას დაადეს. არსებული ინფორმაციით ძმებს წულუკიძეებს ეძავებიან ქურდულ სამყაროსთან კავშირს, თუმცა მათი ოჯახის წევრები პირად საუბრებში ამ კავშირებს გამორიცხავენ. ასევე არსებული ინფორმაციით დაკავებულია ელდარ ანთაძე, ისიც სპეცოპერაციის გზით დააკავეს. 75 პირი არის დაკავებული, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რაც ჩვენ პირველებს გვაქვს, ველოდებით ჩვენ ძალოვანი უწყების მხრიდან ოფიციალურ განცხადებას დაკავებული პირების შესახებ და იმ ქალბატონის შესახებ, რომლის ოჯახის წევრებიც ამტკიცებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით პენსიონერ ქალს დაზიანებები მიაყენა.